მახე ხალხისთვის. თქვენ უყურეთ ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ არის გადაჭრილი ორბელიანის სასახლის დაყოფე. ანუ ეს რას ნიშნავს? შეგნებული ესკალაცია მოხდა ხალხსა და პოლიციას შორის. იქ ჩამდგა რობოკოპებსაც გულისხმობ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები წარმოიდგინეთ ცხეთზე წაიყვანეს ერთი მხარეს და მეორე მხარეს. ანუ კიდევ ღმერთს მადლობა, რომ არ არის მსხვერპლი. თორემ ქართულმა ოცნებამ ერთი მხარეც გაწირა და მეორე მხარეც. აი იმ პოლიციელებს მიმართავ, ახლა ვინც დაზარალდა, აი ამ შეხლა შემოხლაში, აი ამ უბედურებაში რაც ხდებოდა იქ. თქვენ წარმოიდგინეთ ქართული ოცნება, თქვენ გიყენებთ ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას. ეს ხო სუსის პროვოკაცია იყო. ეს ხო თქვენს გაგიჩალიჩეს. თქვენ ხო გაგიკეთეს ეს ყველაფერი. ანუ რა არის ამაში დასკვნა? ეს როგორ უნდა გამოვიტანოთ მარტივი დასკვნა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა. თავარი აი ამათ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს, ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. დღეს ყავს კიდევ არაერთი პოლიტპატიმარი. 100 გადააჭარბა ამ ყველაფერმა და თქვენ როგორ ფიქრობთ, ესე მარტივად ჩაივლის? რამდენი ოჯახის წევრი დგას მათ უკან? რამდენი პატიოსანი ადამიანი იქნება დაკავებული იქ? რამდენი უბრალოდ გაცეცხლებული, რომელსაც აი ამ თვეების განმავლობაში არასწორად უსამართლოდ ექცეოდნენ? რამდენმა ნახა და რამდენმა გამოცადა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე, თუნდაც აი კალაძის ესე იგი შტაბი სადაც ხონდა, სადაც უკანონოდ იყო განთავსებული ყველაფერი და თუნდაც ის ადამიანები, ვინც იქ გენიტალიებზე მიუთითებდნენ მოსახლეობას. ეს ხალხი არის ჩვეულებრივი ბოროტმოქმედები და თქვენ, ანუ წარმოიდგინეთ ბოროტმოქმედების გვერდით გახართ და თქვენს კი გწირავენ, თქვენზეც კი დაუშვეს ის, რომ შესაძლებელი იყო მომხდარიყო იქ ძალიან მარტივად უბედური შემთხვევა. ანუ ჩვენ მართლა გვიცავს ახლა უფალი და ცოტა გონს უნდა მოვიდეთ. როდესაც მსგავს სიტუაციაში სახელმწიფო მოსახლეობას სამოქალაქო ომისკენ უბიძგებს, ჩვენ ეს რომ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ უნდა შევძლოთ გამარჯვება, მაგრამ გამარჯვება უნდა იყოს ისეთი, როგორიც შეგვეფერება ქართველ ერს. მშვიდობიანი და არა ის რაც ვნახეთ თუნდაც 90-იან წლებში, როდესაც კანონიერი ხელისუფლება იარაღის ძალით დაამხეს. და ჩვენ გვაქვს დატოვებული მოდი ახალგაზრდულად ვთქვი, ჯოკერი გვიჭირავს ხელში, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რომელიც დაგვიტოვა ზვიად გამსახურდია ეროვნული ხელისუფლების სახელით. და უზენაეს საბჭოს გადაწყვეტილებით 1992 წლის 13 მარტის დადგენილება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ შემოკარგება იმისთვის, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ, კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ ქვეყანა და ეს ძალიან მარტივია, ეს უნდა დაიჯეროთ. ეს უკან დაბრუნებას არ ნიშნავს. უკან დაბრუნება იქნება თუ ჩვენ შევატოვებთ ჩერგოლეიშვილებს, ბოკერიებს, ახალაიებს და მათ მსგავს წარსულის მენაგვეებს საქმეს. ამიტომაც აღარ მინდა ამაზე საუბარი, ამ პოლიტიკურ პარტიებზე არ მინდა საუბარი, მაგრამ კიდევ შეგნებულ ბოროტებაზე მიდიან, როდესაც 26 ოქტომბერს ახლა უნდა დაანონსონ აქცია და კიდევ იმედგაცრუებას ნახავს ქართველიერი, ამიტომ რომ ესენი არაფრის მაქნისები არ არიან, ეს ამაზე ყველაზეა კომპრომატები, ამაზე სუსი მუშაობდა და წლების განმავლობაში აგროვებდა იმ ყველაფერს, რაც ნებისმიერ დროს გააჩერებს მათ. ჩვენ ნახეთ, ზოგი გაპარული, ზოგი გამოპარული, ხო? კიდევ გაიპარებიან, კიდევ მიგატოვებენ. და როდემდე გინდათ ესე ცხოვრება, როდემდე აპირებთ ამათ იმედად იყოთ, მეორე წრეზე დააბრუნეს. მშობლებს ისიც კი უთხრეს, რა თქვია მშობლებიო, კაცო, ჩვენ უნდა ჩავუდგეთ სათავეში, აბაო, პოლიტიკური პარტიები რო გინდათო, არ არსებობ თქვენ შემოკარგება. პოლიტიკური პარტიები არ არსებობს დღეს. ერთადერთი პარტია არის საქართველო. და გაიგეთ ეს, რომ თქვენ უნდა ემსახუროთ ქართულ ხალხს და საქართველოს რესპუბლიკას, მოსახლეობას. თქვენ თუ ეს არ გინდათ და თქვენი პოლიტიკური პარტიული ინტერესების გატარება გნებავთ, არ გამოვა ეგ ამბავი. მერწმუნეთ, ისეთივე პასუხს მიიღებთ, როგორცაც მიიღებს ქართული ოცნება ძალიან მალე.